თილა, ძალიან კარგია რომ დღეს აქ ხარ. გმადლობ და რა, ძალიან მიხარია რომ აქ ვარ. The Trend JNS TV-ზე ვართ უკვე მეორე წელია ZDZ. ეს მართლაც ამაღელვებელია, საოცარია. მეგონა პირველი წელი დაუვიწყარი იყო და ვერ წარმომედგინა როგორ შეიძლებოდა ეს კიდევ უკეთესი ყოფილიყო. და მგონი როცა შარშან შევხვდით, მას შემდეგ ირანთან ორი ომი გქონდა. ერთი და იმავე ომის ორი ეტაპი, მაგრამ ნამდვილად ორი ომი იყო, რადგან აქ ვიყავი გასულ ზაფხულს და ეს საკმაოდ ამაღელვებელი იყო. და ახლა აქ უფრო მეტი ადამიანია. და ხალხი ისევ მოდის. კიდევ ერთს მოვიტანთ. იცი რა უცნაურია, როცა აქ მოვდიოდი, მეგონა რომ თვითმფრინავში რამდენიმე ადგილი თავისუფალი იქნებოდა, მაგრამ როგორც ჩანს, ებრაელებმა ვერ გაიგეს, რომ ისრაელი ომშია. ეს საოცარია. ეს დაუჯერებელია. როცა ომია დააბანდებული ისრაელის თვითმფრინავებში. ესაა მთავარი. ან თუნდაც ისრაელის კონცერტებში, რადგან ხალხს სურს გარეთ გასვლა და ყველა მუსიკალური ღონისძიება, რომელიც ღია ცის ქვეშ მინახავს, სრულად გაყიდულია. მათ შორის ბალეტიც, სხვათა შორის იერუსალიმში. როდის ხდება რომ იერუსალიმში ბალეტზე ყველა ბილეთი გაიყიდოს? იერუსალიმის ბალეტის ბილეთები სრულად გაიყიდა. ხალხს სურს გარეთ გასვლა და უნდა დარწმუნდნენ, რომ გაერთობიან მანამდე, სანამ სახლში დაბრუნება და დამალვა მოუწევთ. ზუსტად. ესე რომ ჩვენი აუდიტორიისთვის, ვინც შეიძლება ჯერ კიდევ, მათ გიხილეს სხვადასხვა პოდკასტებში და სხვა რაღაცებში, მაგრამ მინდა ცოტა კონტექსტი მივცე. თქვენ ჩართული ხართ ყველაფერში, პოლიტიკიდან დაწყებული, საზოგადოებითა და განათლებით დამთავრებული, როგორც ისრაელისთვის, ასევე მაიამისთვის. დიახ. და პრეზიდენტმა დაგნიშნათ კომისიაში. შეგიძლიათ ცოტა რამ მომიყვეთ ამის შესახებ. დიახ, პრეზიდენტმა ჰოლოკოსტის მუზეუმში დამნიშნა. საბაზისოდ შეერთებული შტატების ჰოლოკოსტის მუზეუმის მიზანი არა მხოლოდ ჰოლოკოსტის მემკვიდრეობის შენარჩუნებაა, არამედ ანტისემიტიზმთან ბრძოლაშიც აქტიურად მონაწილეობაა, რაც დღეს ასე გავრცელებულია. ჰოლოკოსტის მუზეუმის კომისიაში მხოლოდ პრეზიდენტის დანიშვნით ხვდებიან. იქ შესანიშნავი ადამიანები არიან, ვისთანაც ერთად მუშაობა მიწევს. ჩვენ წელიწადში 4-5 ვიკრიბებით სხვადასხვა ღონისძიებებზე და ასევე საბჭოს ოფიციალურ სხდომებზე. მუზეუმი მართლაც საოცარ საქმეს აკეთებს. ჩვენ ახლა მთავარ ექსპოზიციას ვცვლით. ასევე დავამატეთ ახალი ექსპოზიცია, რომელიც 7 ოქტომბერსა და ანტისემიტიზმს ეხება. ეს საკმაოდ შთამბეჭდავია. თუ ჯერ არ ყოფილხართ, აუცილებლად უნდა ნახოთ, რადგან ყველაფერი ამერიკის სამხედროებმა და მთავრობამ დააფიქსირეს. მათ ყველაფერი შეაგროვეს ამ მუზეუმის გასახსნელად. და ბოლოს ხალხმა მუზეუმს უფრო და უფრო მეტი ნივთი გადასცა. ეს მსოფლიოში ყველაზე დიდი კოლექცია. ეს საოცარია. ასე რომ ჩვენი ყველა მაყურებლისა და მსმენელისთვის, როდის შეუძლიათ მათ ამის ნახვა? როდესაც ვაშინგტონში, DK-ში წახვალთ, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ეწვიოთ. ძალიან მარტივია დაჯავშნა, ძალიან მარტივია იქ მისვლა. ეს ნამდვილად ისეთი გამოცდილებაა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ. კარგი. მინდა რომ დროით უკან დაუბრუნდეთ. გუშინ იყო ენტებეს რეიდში დაღუპული იონათან ნეთანიაჰუს ხსოვნის 50-მეათე წლისთავი. და თქვენ იქ იყავით, როცა პრემიერ-მინისტრი საუბრობდა. უბრალოდ მინდა ცოტა ინფორმაცია მოგაწოდოთ. 1976 წელს, როგორც ვიცით, იყო სამგზავრო რეისი, Air France-ის სამგზავრო რეისი, რომელიც თელ-ავივიდან პარიზისკენ გაფრინდა. გზაში ათენში გაჩერდა, სადაც 4 ტერორისტი ავიდა ბორტზე. მათ 248 ადამიანი მძევლად აიყვანეს და ლიბიაში გადაიყვანეს. რა თქმა უნდა, ჩვენს მეგობრებმა ლიბიაში თვითმფრინავის საწვავით შეავსეს და ენტებეში გააგზავნეს, სადაც საბოლოოდ იდი ამინი, რომელიც ისრაელმა სამხედრო მეთაურად გაწვრთნა, ბრთნა პალესტინელ და გერმანელ ტერორისტებთან ეთმუბთან ერთად მუშაობდა, ამ ადამიანებს აიყვანა. ებრაელები გამოყო, რაც ჰოლოკოსტს გვახსენებს. და ეს ებრაელები იყვნენ, არა ისრაელები. კიდევ ერთხელ თუ ებრაელი იყავი, გამოგიყვეს. ზუსტად ასეა. ასე რომ ეს წინააღმდეგობა არ არის, ეს დღესაც ასეა. სრულიად იგივეა. საქმე ისრაელზე არ არის. ხალხს უყვარს, რომ ეს ისრაელს დაუკავშიროს, მაგრამ სინამდვილეში საქმე იყო ებრაელობაში ან არაებრაელობაში, ასე რომ ეს საკმაოდ საინტერესო იყო. დაუჯერებელია. და ეს ისრაელიდან 2500 მილის მოშორებით ხდებოდა. 70-იან წლებში ისრაელის საიერეთ მათგალი, ჩვენი ელიტარული ძალები, რომელსაც იონათან ნეთანიაჰუ ხელმძღვანელობდა, სატვირთო თვითმფრინავებით ჩავიდნენ. ისინი ფარულად დაეშვნენ ადგილზე. ერთმა ჯგუფმა წავიდა და ააფეთქა 12 მიგი, რომლებიც უგანდის არმიისთვის იყო განკუთვნილი, ხოლო მეორე ჯგუფი, რომელსაც იონი ხელმძღვანელობდა, წავიდა და მძევლები გადაარჩინა. 102 მძევალი, რომლებიც ყველა სახლში დაბრუნდა. ერთი ადამიანი სინამდვილეში საავადმყოფოში გადაიყვანეს და ალბათ იქ მოკლეს, ან იქ მიატოვეს სასიკვდილოდ. მაგრამ 102 დაბრუნდა, მხოლოდ ერთი ადამიანი მოკვდა. ეს იყო იონი ნეთანიაჰუ. და ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა, რაზეც ხალხი არ საუბრობს. მისი სახელი იყო სურინ ჰერშკო. ის იყო მარტოხელა ჯარისკაცი უკრაინიდან, გონი სადღაც აღმოსავლეთ ევროპიდან. ის დღესაც ცოცხალია, მას ყელში ესროლეს, კისრიდან ქვემოთ პარალიზებულია და უკვე 50 წელია კვადრიპლეგია აქვს. და მე ძალიან კარგად ვიცნობ მას. მან თვითონ მითხრა, რომ ისევ იგივე გააკეთებდა და ეწღივდა. და მაინც, როცა ეს გავიგე და შევისწავლე, ეს ამბავი არ ვიცოდი. და ეს კიდე უფრო გიჟურია, რადგან მან უკვე დაასრულა თავისი სამსახური, სურინი. იარაღი უკვე ჩაბარებული ჰქონდა. და როცა გაიგო, რომ ეს იყო ის, რასაც მისი თანამებრძოლები აპირებდნენ, სურდა, რომ თავადაც ამაში მიეღო მონაწილეობა.
ამიტომაც შევარდა თავისი ოთახის მეზობლის ოთახში. მოიპარა მისი იარაღი და ტოვა წერილი, სადაც ეწერა: დავაბრუნებ. ჩაჯდა თვითმფრინავში, მონაწილეობა მიიღო ამ სამაშველო მისიაში და ეს შემთხვევითი ტყვია მის კისერში მოხდა. ის იყო ერთადერთი დაშავებული. ის დაუჯერებელი ადამიანია. და თუ არ იცნობთ მას, უნდა იცნობდეთ, რადგან ის არ არის გაბრაზებული. ის ძალიან ამაყია. მას ძალიან უნდა გააგრძელოს ამ ისტორიის მოყოლა. და ჩვენ ჯერ კიდევ ძალიან ბევრი ასეთი ადამიანი ყავს ჩვენ საზოგადოებაში, ცოცხალი და ჯანმრთელი. ყოების ჯგუფის ყველაზე ახალგაზრდა წევრი სინამდვილეში 7 წლის იყო. მისი სახელია შაი გროსი. ის საოცარი ბიჭია. ის ჩართულია. ისი? მე ძალიან კარგად ვიცნობ მას. შაი მუშაობს შალვაში განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებსა და ზრდასრულებთან. შაი მოხალისეობრივად მუშაობს სოროკას საავადმყოფოში, სადაც ზრუნავს დაჭრილ ჯარისკაცებსა და მათ ოჯახებზე. ეს ადამიანები, რომლებიც გადარჩნენ, იქცნენ საოცარ ადამიანებად და ეს არის ებრაული ისტორია. არასოდეს იცი, ვინ იქნება შემდეგი გმირი. იცი, მინდა უფრო ხრმად შევხედო ამ სიმამაცეს და მინდა რომ იონით ცნიაო ერთგვარ პროტოტიპად ვიხილო. რაც შეეხება სიმამაცეს და მითხარი, გუშინ პრემიერ-მინისტრმა ძალიან ახლო წრეში გამართული შეხვედრა გამართა იონის გარდაცვალების 50 წლის თავთან დაკავშირებით. შეგიძლია მოგვიყვე, როგორი იყო ეს შეხვედრა, რაზე ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა, როგორი იყო ატმოსფერო? რა თქმა უნდა, პირველ რიგში ალბათ უკვე 10 ჯერ მაინც ყოფილ ვარ ამ მემორიალზე. მე გავიზარდე იონი ნეთანიაჰუს ისტორიებზე, რადგან მამაჩემი და დედაჩემი ამ ამბით იყვნენ გატაცებულები. ისინი მაშინ 15-16 წლისები იყვნენ. კარგად ახსოვთ, როცა ეს მოხდა. ვფიქრობ, ვინც იმ დროს ცხოვრობდა და ამ გმირულ ისტორიას იხსენებს, შეუძლებელია დაივიწყო. ეს არის რაღაც, რასაც ვერასდროს გადააბიჯებ, ვერასდროს ამოშლი გონებიდან. ასე რომ მე ამ ისტორიებზე გავიზარდე. ყველა, ვინც მე ვიცნობდი, ან თავად უნდოდა ეთქვა რამე იონი ნეთანიაჰუზე, ან ცდილობდა ეპოვა ვინმე, ვინც მას იცნობდა, მის გვერდით იბრძოდა, ან რამეს მოგვიყვებოდა მასზე. ჩვენ ახლოს ვართ პრემიერ-მინისტრთან, მაგრამ მანამდე ყოველთვის ვცდილობდით ამ ისტორიის პოვნას. ასე მოხდა, რომ 40 წლის თავზე 10 წლის წინ ვიღაცამ დაამპატიჟა ჩვეულებრივ ცერემონიაზე, რომელიც ენტებეს გადარჩენას ეძღვნებნებოდა. არ ვიცოდი სად მივდიოდი, ჩემს დასთან ერთად ვიყავი. ჩვენ შევედით იერუსალიმის თეატრში და ეს იყო ძალიან ლამაზი ღონისძიება. იქ იყვნენ მინისტრები, მთავრობის წარმომადგენლები და უცებ განათება ანთეს და მიესალმნენ ყველა მძევალს, ყველა გადარჩენილს ენტებედან. ვაუ. ყველა ადგა და მივხვდი, რომ დიდებულ ადამიანებთან ერთად ვიყავი ოთახში, რადგან ესენი იყვნენ ის ადამიანები, ვისი ისტორიებითაც გავიზარდე. და შემდეგ, როცა პრემიერ-მინისტრი პირადად ვიცოდი, მაგრამ პირველად მოვისმინე მისი სიტყვა. ის საუბრობდა როგორც ძმა, აჯ შაკული, როგორც ჩვენ ვეძახით, დაღუპული ძმა. და მოხვა ამბავს, როცა მიიღო ზარი, როცა უნდა ეთქვა თავისი მშობლებისთვის რა მოხდა. გაზრდა ოჯახში, სადაც მშობლებს შვილი და სინამდვილეში რაც აღმოვაჩინე იყო ის, რომ ენტებეს ამბავი შეიძლება ყველაზე პატარა გმირული ისტორია იყოს, რაც იონის შესახებ ვიცით, მაგრამ იმდენად საჯარო იყო, რომ სწორედ ამის გამო ახსოვს ყველას. როცა ესაუბრები ადამიანებს, რომლებიც მის გვერდით იყვნენ, უსასრულო ისტორიებია, მაგრამ საბოლოოდ ამ ცერემონიალზე აღმოჩნდი. უეცად გამოიძახეს შაი გროსი, რომელსაც იმ დროს არ ვიცნობდი. და შაი მივიდა სორინ ჰერშკოსთან, რომელსაც მაშინ არ ვიცნობდი და გააცნო თავისი შვილი იონი, პატარა ბიჭი 7 წლის, რომელსაც სახელი დაერქვა იმ ადამიანის პატივსაცემად, ვინც მისი სიცოცხლე გადაარჩინა. პირველ რიგში საერთოდ არ ვიცი რას ვაკეთებდი იქ. თავს ვერ ვიჯერებდი, რომ ეს ყველაფერი რეალური იყო. მე და ჩემი და ისე გავოცდით, რომ თქვით, არ შეიძლება ჩვენი შვილები და მათი მეგობრები ამ ამბავს არ იცნობდნენ. ჩვენ მაიამიში დავბრუნდით. ჩვენ მაიამიში გავიმეორეთ ეს ღონისძიება ენტების 40 წლის იუბილესთვის. ბევრი მძევალი მაიამიში ჩამოვიყვანეთ, მათ თავიანთი ამბავი მოყვეს. სკოლაში სპექტაკლი გავმართეთ, ყველასთვის გავხსენით. ეს იყო მთელი გამოფენა, სადაც მთელი საზოგადოება მოდიოდა, ნახულობდა, განიცდიდა და ესაუბრებოდა მონაწილეებს. და ეს მართლაც იქცა ერთგვარ საწყისად ჩვენი ვნებისათვის, რომ ეს ისტორიები გვეთქვა. ჩემმა დევმა და მე ეს საქმე პირად პროექტად მივიღეთ და ძალიან დაუახლოვდით ამ ოჯახებს. ასევე ხდება ისე, რომ ყოველ წელს ისრაელშიც უმართავთ მე-4 ივლისის წვეულებას, რადგან ზაფხულში აქ ვართ და ძალიან ვამაყობთ, რომ ამერიკელები ვართ. ბევრი მეგობარი გვყავს, რა თქმა უნდა, JNS-ის ხალხიც. ისინი ყველანი ამაყი ამერიკელები არიან. ყველა დაახლოებით 1000 შენი მეგობარია ახლა აქ, ყველა ერთად ზის. და ისინი ყველა ჩვენი წვეულების მოლოდინში არიან, მაგრამ ეს წვეულება მე-4 ივლისის და ენტების სამაშველო ოპერაციის წვეულებად გადაიქცა, რადგან ყველა მძევალი, ვისთანაც დავმეგობრდით, ამ წვეულებაზე მოდიოდა, სორინ ჰერშკოსთან ერთად, რომელთანაც ძალიან დავახლოვდით. ამიტომ უცებ, არა, მე არ ცოცხლობდი და არა, მე არ ვიცოდი. იონის პირადად ან ამ ადამიანებიდან რომელიმეს მანამდე არ ვიცნობდი, მაგრამ ჩვენ ამ ისტორიის ნაწილი გავხდით და მიზეზი რატომაც ამას ყვები ისაა, რომ დიახ, შემდეგ ბევრჯერ ყოფილვარ იონი ნეთანიაჰუს ცერემონიაზე და ჰარ ჰერცელზე.
მაგრამ შემდეგ ამ ისტორიის ნაწილი გავხდი, რადგან ყველა ვიცანი. მათაც მიცნეს მე, არა მხოლოდ პრემიერ-მინისტრმა, არამედ ყველა იმ ადამიანმა, ვინც ამ მისიაში მონაწილეობდა. და რაც განსაკუთრებულია ისაა, რომ ყოველ წელს იგივე ადამიანები ბრუნდებიან. რაც განსაკუთრებულია ისაა, რომ ყოველ წელს სხვადასხვა ისტორიებს ისმენ, უკვე 10 წელია, რაც იქ დავდივარ. და წელს, როცა წავედი, ზოგ წელს ნაკლები ხალხია, მაგრამ წელს იქ 50 ადამიანი იყო. ბოდიში 50 წელი იყო. იქ ბევრი ადამიანი იყო, ბევრი ხალხი იყო. შარშან ცოტა ნაკლები იყო. ზოგჯერ ეს პოლიტიკურია. ზოგს პრემიერ-მინისტრთან ერთად სურს წასვლა, ზოგს არა, მაგრამ 50 წლის იუბილე ხომ არ გამოტოვებ, ხომ ასეა? ასე რომ სავსე იყო. ბევრი მინისტრი იყო იქ, ბევრი არჩეული პირი, პატარა ბავშვები, ხალხი, შვილებსაც მიყავდა. მაგრამ რაც ამ ცერემონიაში მიყვარს ისაა, რომ ძალიან პირადულია. პრემიერ-მინისტრი თავის ძმაზე საუბრობს, თავის უფროს ძმაზე. მოგვიყვანეთ ისეთი მაგალითი, რომელიც მისი სამსახურსა და 7 ომში ბრძოლას არ ეხება. ეს არისო მისი არსი. რა იყო ის? როგორი იყო, როგორც ადამიანი? ხოდა, როგორც ადამიანი, ის საოცარი ადამიანია და ძალიან მხიარულია. ის ნამდვილი ადამიანია, ძალიან კომუნიკაბელურია. მაგრამ პრემიერ-მინისტრი ისტორიებს ყვება, როგორც უმცროსი ძმა, როგორც პატარა ძმა, ასე რომ მან მოყვა ისტორია, როცა 8 წლის იყო. და მისი ძმა იონი 11 წლის იყო და მათ ნაყინი უნდოდათ. და ის იყო შუათანა ბავშვი, პრემიერ-მინისტრი და მას უნდოდა, რომ პირველი ყოფილიყო, ვინც ნაყინს მიიღებდა. და იონი, როგორც უფროსი ძმა და სოლომონური გადაწყვეტილების მიმღები, როგორც ამბობენ, უთხრა მას: შენ გაჭრი ნაყინს, რადგან ეს იყო ხელნაკეთი გრძელი ნაჭრები კუბებად, მაგრამ მე გავანაწილებ და ყველანი ერთდროულად შევჭამთ. და ფაქტობრივად ის ამბობდა, რომ ასეთი იყო ჩემი უფროსი ძმა. მას არ უნდოდა, რომ თავი ცუდად მეგრძნო. ის იყო ძალიან კეთილი, მშვიდი, გაწონასწორებული და ასეთი ჭკვიანი გადაწყვეტილება მიიღო 11 წლის ასაკში. შემდეგ მან კიდევ ერთი ამბავი მოყვა, მაგრამ აქ მთავარი არა თავად ამბავია, არამედ ის თუ რამდენად ადამიანური და რეალური იყო. ეს ისტორიები მისთვის რამდენად პირადულია. როცა ის ამბავს ყვება, ეს მისი ძმაა, ეს სტკივა. 50 წელი გავიდა, მაგრამ ის მაინც ემოციურია. ის 8 ფრონტზე იბრძვის, როგორც ჩვენ ვამბობთ. მას მტრები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ხავს. ის ებრაელი ხალხის ლიდერია უკვე 30 წელია, მაგრამ მაინც დააკარგა თავისი ძმა და როცა ამბებს ყვება, ემოციურად ეჭედება ხმა. მან ერთი ისტორია მოყვა, როცა მისი მშობლები სახლში არ იყვნენ და მან მარშმელოუსკენ ხელი გაიწოდა. მარშმელოუები დაეცა და ფეხზე დაიჭრა. ჭრილობა ძალიან ცუდი იყო, ბევრი სისხლი მოსდიოდა. და მისი უფროსი ძმა, რომელიც მაშინ 12 წლის იყო, მოვიდა. დაუმუშავა ჭრილობა, დააწვინა, გადაუხვია და უთხრა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. შემდეგ კი მშობლებს დაურეკა. მაგრამ როცა ამ ისტორიას ყვება, ხედავ ადამიანს, რომელიც მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს ადამიანად ითვლება. და მაინც ის ნამდვილი ადამიანია, ნამდვილი გრძნობებით, ნამდვილი ისტორიებით. და მას ენატრება თავისი უფროსი ძმა. ის თავის უფროს ძმაზე ცრემლებით საუბრობს, როგორც ნებისმიერი ძმა. და ასე რომ გუშინ იქ ყოფნისას პირველ რიგში ვიგრძენი, რომ ოჯახის ნაწილი ვიყავი, რადგან ყველას არ ეძლევა ეს შესაძლებლობა. ეს სწორედ ისი ორი სიტყვაც მინდოდა. შენ ხარ ოჯახის ნაწილი, რომელიც უფრო დიდი ებრაული ოჯახის შიდა ბირთვია. 100%-ით. მაგრამ როცა ირგვლივ ვიყურები, დღეს იქ არიან იონის დანაყოფის საიერეთ მათქალის ჯარისკაცები, რომლებიც იონიზე იციან, მაგრამ მასთან ურთიერთობა არასდროს ჰქონიათ და მაინც გრძნობენ კავშირს და ისინი იქ არიან. და შემდეგ პრემიერ-მინისტრი მივიდა. თითოეულ მათგანს მიესალმა, ჰკითხა სახელი, ჰკითხა საიდან იყვნენ. ხედავ, როგორ მიდის იონის მეგობრებთან და მის დანაყოფთან, რომლებთანაც მაშინ ერთად იბრძოდა. ეს თითქოს დროის კაფსულას გავს. შემდეგ ხედავ ამ ძევლებს, რომლებიც გადაარჩინეს და ისინი მოდიან პრემიერ-მინისტრს ესალმებიან. შემდეგ ხედავ ამჟამინდელ მთავრობის წარმომადგენლებს. ვფიქრობ, ეს ისტორია იმ მომენტში ებრაული ისტორიის მიკროკოსმოსია. და როცა გამოვდიოდით, კიდევ ერთი ჯარისკაცი მარხავდნენ, რომელიც ამ შაბათ-კვირას ლიბანში მოკლეს. გმერთო ჩემო. ხედავთ, ადამიანები გამოდიან გმირული ამბიდან და ისევ გმირულ ამბავში შედიან. მე ვარ ებრაელი გარედან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან და გაზრდისას სულ ცდილობდი ამ ყველაფრის ნაწილი ყოფილიყავი და მართლა ვგრძნობ, რომ ამ ყველაფრის ნაწილი ვარ. მაგრამ ეს ჩვენი ამბავია და ძირითადად ენტებეს ამბის ნაწილი რომ ხარ, ლიბანის ამბის ნაწილი რომ ხარ, ამ ხლავის შაგათ არის ისრაელის ყველა მისიაში მონაწილეობა. ეს უბრალოდ ებრაელობაა, რადგან ეს ვართ ჩვენ. ჩვენ ერთმანეთთან კავშირს ვგრძნობთ. ჩვენ ვიხარებით ერთმანეთის სიხარულში, ვწუხართ ერთმანეთის მწუხარებაში. ჩვენ ღრმად ვგრძნობთ ერთმანეთის ტკივილს. მე ვტიროდი იონისთვის და ვტიროდი იმ მეორე ჯარისკაცისთვისაც, რომელიც 20 წლის იყო და ახლახან დაიღუპა ბრძოლაში. მე არც ერთი მათგანი არასდროს შემხვედრია. და მაინც მე მაიამიში ვცხოვრობ და ორივესთან საოცრად ძლიერ კავშირს ვგრძნობდი.
ეს საოცარია. ებრაელი ხალხის ეს ოჯახური გრძნობა ჩემი აზრით აუღწერელია. თუ მართლა არ ხარ ებრაელი ადამიანი და ალბათ ერთადერთი გზა ეს იმას აუხსნა, ვინც ებრაელი არ არის, ასეთია. იფიქრე, როგორ გძნობ თავს შენი ოჯახის მიმართ. აი ასე გძნობთ ჩვენ ყველა ებრაელის მიმართ. ხო, მოусმინე. ხალხი ამბობს, რომ ბავშვის აღზრდას მთელი სოფელი სჭირდება, ხომ ასეა? ყველას თავისი სოფელი ჰყავს, მაგრამ ჩვენ ბევრად მეტი გვაქვს, ვიდრე უბრალოდ სოფელი. ჩვენი სოფელი ძალიან ფართოა, ძალიან ღიაა. და როცა ხალხს შეიძლება გონია, რომ ჩვენ ჩაკეტილები ვართ, სინამდვილეში ასე არ არის. ჩვენ ძალიან ღიები ვართ სხვების მიმართ, ჩვენი ხალხის მიმართ, მაგრამ ასევე იმ ადამიანების მიმართაც, ვისაც სურს ამ ისტორიის ნაწილი გახდეს. იმიტომ რომ არ ვიცი ეს საჯარო ინფორმაციაა თუ არა, მაგრამ გონია, რომ ხალხი მაინც მიხვდება. ენტებეს მძევლები წელს მიიწვიეს, რომ დაბრუნებულიყვნენ უგანდაში და თავიდან გაეხსენებინათ თავიანთი ისტორია. მათგან ბევრი დაბრუნდა იონის ჰასკარამდე ცოტა ხნით ადრე და მომიყვა როგორი იყო იქ ყოფნა. და როგორი სტუმართმოყვარეები იყვნენ ენტების ხალხი დღეს, როგორ იცოდნენ მათი ისტორია და როგორ აღნიშნავდნენ იონის ხსენების დღეს. და მისი ისტორია და როგორ აღნიშნავდნენ ისრაელის გმირებს. ვიცი რომ ანტისემიტიზმი ბევრია, არ გვჭირდება თავი მოვიტყუოთ, თითქოს არ არსებობს. ვისმენთ, ხედავთ, გზნობთ. მაგრამ იქაც არიან მართლაც კარგი ადამიანები და ესეც ებრაული ისტორიის ნაწილია. უგანდის საგარეო საქმეთა მინისტრი დღეს ისრაელის ერთ-ერთი უდიდესი მეგობარია, მათი თავდაცვის მინისტრი. დიახ, მაგრამ ჩვენთან ერთად იმდენი ადამიანია, რომ ვფიქრობ, ეს ურთიერთობები უნდა მივიღოთ, რადგან კი ხმაური ყოველთვის იქნება. დიახ, არიან პოდკასტერები, დიახ, არიან არჩეული თანამდებობის პირები, რომლებიც სულთ ებრაელები, სულთ ისრაელი, სულთ პრემიერ-მინისტრი, სულთ ყველაფერი, რაც ისინი არ არიან. ებრაელები ჩემი გამოცდილებით ესეთები არ არიან. ჩვენ ნამდვილად ვცდილობთ გვიყვარდეს და მივიღოთ სხვები და ამ კონფერენციაზეც კი ჩვენ გვყავს შესანიშნავი ქრისტიანი სიონისტი მეგობრები. ჩვენ გვყავს შესანიშნავი არაბი მეგობრები, რომლებიც გუშინ გავიცანი. ასე რომ მემარცხენეებიც და მემარჯვენეებიც ყველა იქნება სცენაზე. და ჩვენ ჯერ კიდევ უნდა მოვყვეთ ჩვენს ისტორიას, რადგან მე ნამდვილად მჯერა რომ სიმართლე გაიმარჯვებს. ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი, ჩვენ ვუჯერთ მხარს ერთმანეთს, მაგრამ ასევე ვუჯერთ მხარს მათაც, ვისაც ჩვენ ვუყვარვართ. და როცა ვინმეს სულ ხარ, ამას სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ. მაგრამ როცა ვინმეს ვუყვარვართ, ამასაც სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ, რადგან ჩვენ ყავს არჩეული წარმომადგენლები, რომლებიც სრულად ჩვენს მხარეს არიან, როგორც შეერთებულ შტატებში, ასევე ბევრ სხვა ქვეყანაში. ჩვენ უნდა დავაფასოთ ეს ურთიერთობები. ჩვენ უნდა მივმართოთ მათ და არა მხოლოდ მადლობა უთხრათ, არამედ ვკითხოთ, რას შეგვიძლია გაუკეთოთ თქვენთვის. და იმის ნაცვლად, რომ ყოველთვის თავდაცვაზე ვიყოთ და ვილაპარაკოთ ჰასპარაზე და იმაზე, რომ ჩვენ, იცით, ჩვენ ვართ ყველაზე მორალური არმია მსოფლიოში. ასეა. ჩვენ სამოქალაქო პირებს არ ვესვით, მაგრამ ასევე უნდა გადავინაცვლოთ ცოტა ჰაშპაზე. რა კარგია რომ გავლენა მოვახდინოთ, ვიდრე მხოლოდ თავდაცვაზე ვიყოთ. ჰეილი, გადადი შეტევაზე. და გავლენის მოხდენა ნიშნავს მსოფლიოსთვის იმის თქმას, რა გავაკეთეთ, რას ვაძლევთ მსოფლიოს, რა საოცარი რამეები. მინდა ამაზე ერთი წამით შევჩერდე. როგორც ვიცით, ბოლო დროს შეერთებულ შტატებში ისრაელზე ძალიან მკაცრი კომენტარები გაკეთდა. ისრაელი არ ვიცი რა მიზეზით, ეხლა ჩვენი ყველაზე დიდი მეგობრების მხრიდანაც კი იზოლირებულად და სრულიად დამოკიდებულად არის წარმოჩენილი. თითქოს მას მსოფლიოში არ ყავს მეგობრები. ჩვენ წარმოგვაჩენენ ისე, თითქოს ჩვენი ერთადერთი შესაძლებლობა ბრძოლისთვის შეერთებული შტატების დახმარებაა და თითქოს ჩვენ ვათრევთ ან ვრთავთ შეერთებულ შტატებს ახლო აღმოსავლეთში ომებში. მინდა გკითხოთ ერთი რამ ამასთან დაკავშირებით, ეს არის იონის სული. როგორ ხედავთ იონის სულს დღევანდელ ისრაელში? ჩვენ ვიცით რომ ის აქ არის, რადგან ხედავთ ამ მამაკაცებს და ქალებს. ჩვენ გარშემორტყმულები ვართ მათით, რომლებიც იბრძვიან. როგორ შეუძლია ისრაელს გამოიყენოს ეს? როგორ წარმოადგენს ეს წვლილს ამერიკის შეერთებული შტატებისთვის დღეს? ერთ-ერთი ციტატა, რომელიც გუშინ როგორც პრემიერ-მინისტრმა, ასევე მისმა ძმამ იცხაკმა თქვეს, ზუსტად სიტყვასიტყვით არ მახსოვს, მაგრამ ის ეხებოდა იმას, რომ იონი სურდა ამ ისტორიის ნაწილი ყოფილიყო და არა მოხეტიალე ებრაელების ისტორიის ნაწილი. მას არ სურდა თავის შვილებისთვის ეთქვა ისრაელის სახელმწიფოზე, რომელიც ოდესღაც არსებობდა, არამედ ისრაელის სახელმწიფოზე, რომელიც ცოცხალია და ძლიერია. ეს იყო ერთ-ერთი ციტატა, რომელიც გუშინ ორმა ძმამ ორჯერ გამოიყენა. სხვა ციტატა, რომელსაც ის ყოველთვის ამბობდა და რომელიც მეც ძალიან მიყვარს, ხშირად ვიმეორებ. თუ იონის წერილები არ წაგიკითხავთ, აუცილებლად უნდა წაიკითხოთ, რადგან ისინი თითქმის წინასწარმეტყველურია. საოცარი წიგნია. თითქოს არაფერი შეცვლილა, მაგრამ ამავდროულად ყველაფერი შეცვლილია და ეს ასე აქტუალურია ჩვენთვის დღესაც. სხვა ციტატა, რომელიც ყოველთვის მახსოვს, არის ის, რომ მან ისრაელი თვითმფრინავიდან დაინახა და თქვა: მე ვხედავ ისრაელს თვითმფრინავის ფანჯვიდან და გული მიჩერდება. გულში რაღაც მტკივა, რადგან ვიცი, რომ ის სრულყოფილი არ არის, მაგრამ ის ჩვენი ქვეყანაა და ყოველთვის ჩვენი იქნება. ამიტომ ორივე ეს გზავნილი იონი ნეთანიაჰუსგან, რომლებიც ვფიქრობ ძალიან აქტუალურია იმ ომებისთვის, რომლებსაც დღეს ვიბრძვით და ჩვენი ჯარისკაცების გმირული ისტორიებისთვის.
ჩვენგან ბევრს ეგონა, რომ ჩვენი ჯარისკაცები TikTok-ის თაობას გავდნენ, ხომ ასეა? არ გვეგონა, რომ ისინი ასე მტკიცედ დადგებოდნენ. ზუსტად. და ამ ქვეყანაში არავინ არის, ვისაც ეს ომი პირდაპირ არ შეხებია და არა მხოლოდ ირიბად, მეგობრის, ძმის, დის, მამის, ბიძის თუ დეიდის მეშვეობით. ყველას შეეხო ეს ომი, რომელიც 7 ოქტომბერს დაიწყო. პირველ რიგში ყველას უნდა რომ ამ ისტორიის ნაწილი იყოს. ეს არის ისტორია არა მოხეტიალე ებრაელის, არამედ ამაყი ებრაელის, რომელიც მზად არის იბრძოლოს და დაიცვას თავისი ხალხი. ეს იყო ერთ-ერთი ციტატა იონისგან. მეორე კი ის იყო, რომ მას უყვარს ისრაელი მიუხედავად ყველაფრისა, თუნდაც ის სრულყოფილი არ იყოს. ეს მართალია. ჩვენ შიგნითაც გქონია დაპირისპირებები და ყოველთვის გვექნება. ჩვენ ხომ ებრაელები ვართ, არა? 3 ებრაელი, 10 აზრი. ადრე იყო 3 ებრაელი, 4 აზრი, მაგრამ ეხლა ბევრად მეტია. ჩვენ ახლა გაცილებით მეტი განსხვავებული აზრი გვაქვს. ჩვენ ცემთ ერთმანეთს აზრებს პატივს. მაგრამ კი, ანუ თალმუდი მთლიანად უთანხმოებებზე აბზეა. ჩვენი მემკვიდრეობა მთლიანად უთანხმოებებზეა და ნორმალურია, რომ არ დაეთანხმო. საქმე იმაშია, რომ ყველა ერთი და იმავე მიზნისთვის ვიბრძვით. მე ფიზიკურად არ ვიბრძვი. მე ამერიკის შეერთებულ შტატებში ვცხოვრობ. მე ჩემს საკუთარ ომს ვებრძვი. ისრაელში ადამიანები სხვა ომს ებრძვიან, მაგრამ ჩვენ ყველა ერთად ვართ ამაში. ისრაელის ერი ამ ისრაელ ხაი ცოცხალია და ერთიანია. ამიტომ ფიქრობ, რომ იონის ეს ორი გზავნილი, იცით რომ ჩვენ ყველა აქ ვართ. ჩვენ გვინდა ვიყოთ ამ ისტორიის ნაწილი. ჩვენ გვესმის, რომ ყველაფერი იდეალურად არ არის, მაგრამ გვინდა ყველაფერი სწორად გავაკეთოთ. ეს ორი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია იმისა, თუ ვინ იყვნენ ებრაელი ხალხი და ვინ არიან დღეს. და მე ძალიან ვამაყობ ამ თაობით. მე შუაში ვარ. მე ამ ზაფხულს 45 წლის ვხვდები. მყავს შვილები, ჩემი ქალიშვილი მსახურობდა არმიაში. ის 23 წლისაა. მყავს დისშვილი, რომელიც არმიაში მსახურობს. კიდევ ერთხელ ჩვენ ამერიკელი ებრაელები ვართ. არ გვიწევს, მაგრამ გვინდა. ასე რომ ხედავთ, როგორ იღებენ ეს ახალგაზრდები პასუხისმგებლობას. და მე მინდა ბრძოლა გავაგრძელო. და როცა ადამიანები მეკითხებიან, რას ვაკეთებ, ყველაფერს ვაკეთებ. მინდა ყველაფერი გავაკეთო, რაც შემიძლია, რომ გამოვასწორო ურთიერთობა შეერთებულ შტატებსა და ისრაელს შორის. ჩვენ ერთსა და იმავე ღირებულებებზე დავფუძნდით, იუდეურ ქრისტიანულ ღირებულებებზე. აბსოლუტურად. ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორობა, რომელიც მხოლოდ ალიანსი არ არის. ეს პარტნიორობაა. შეერთებულ შტატებს ბევრი მოკავშირე ჰყავს, მაგრამ გასულ კვირას ერთ-ერთმა ჩვენს მიერ არჩეულმა ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ შეერთებულ შტატებსა და ისრაელს შორის ურთიერთობა სრულიად განსხვავებულია, რადგან მოკავშირე ყოლა სხვაა. და შემდეგ, როდესაც ამერიკული და ისრაელის თვითმფრინავები 200-ჯერ ერთად დაფრინავენ, არა ერთმანეთის მიყოლებით, არამედ გვერდი-გვერდით, არამ გვერდი-გვერდ. ზუსტად იმავე ხალხის თავისუფლების მიზნისთვის, ბოროტებასთან ბრძოლისათვის. ბოროტებასთან ბრძოლა. ჩვენ ორნი ერთადერთი ვართ, ვინც მოვიდა. თავისუფლება და ირანის ხალხის გათავისუფლება. ისინი მტრები არ არიან, ეს ძალიან ნათელია. და კიდევ ერთი რამ, რაც ჩემთვის ძალიან აღსანიშნავია, არის ის, რომ ადამიანები ვერ აცნობიერებენო მიუხედავად იმისა, ფიქრობთ თუ არა, რომ ისრაელმა ამერიკა ომში ჩაითრია, ერთადერთი ხალხი, ვისაც ამ ომში სახმელეთო ძალები ჰყავდა, ისრაელები არიან. ამ ომში არც ამერიკელებს ყოლიათ სახმელეთო ჯარები. დიახ, პილოტებთან და თვითმფრინავებთან დაკავშირებით პრობლემები და ავარიები იყო, მაგრამ ისრაელი მზად არის თავისი ჯარისკაცები ომში გაგზავნოს და სახმელეთო ძალებიც გამოიყენოს თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის, სიმართლისთვის. და ამერიკელმა ხალხმა ამ პარტნიორობის ამ ნაწილზე უნდა გაამახვილოს ყურადღება. დილა მინდა გითხრა, რომ შენს მოსმენას საოცრად შთამაგონებლად ვთვლი. და ვინც კი დაგპატიჟა, თქვი რომ არ იყავი დარწმუნებული, რატომ დაგპატიჟეს იონის ცერემონიაზე 40 წლის წინ. მე ვიცი, ვინ დაგპატიჟა. 10 წლის წინ არ ვარ დარწმუნებული. მაპატიე, თქვი 10 წლის წინ. მე ვიცი, ვინ დაგპატიჟა. ჰაშემა დაგპატიჟა, რადგან შენ გაქვს მისია. დილა, ეს იმდენად ნათელია ყველაფერში, რასაც ცხოვრებაში აკეთებ და ახლა კიდევ უფრო ნათელია. გმადლობ, რომ მოიტანე და გააერთიანე იონის ისტორიისა და სიმამაცის იდეა. და რას ნიშნავს ეს ამ თაობისთვის, ისრაელისა და შეერთებული შტატებისთვის? იონი უნდა დარჩეს გმირად ებრაელი ხალხისთვის, მაგრამ ასევე ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც თავისუფლებაში, დემოკრატიასა და სიმართლეში სჯერა. და ვინც მისი წერილები არ წაუკითხავს, აუცილებლად უნდა წაიკითხოს. და პრემიერ-მინისტრისგან მისი ძმის შესახებ მოსმენა განსაკუთრებული იყო. ასე რომ თუ შეგიძლიათ ნახოთ ეს ვიდეოები, დარწმუნებული ვარ, ხელმისაწვდომია, აუცილებლად უნდა ნახოთ, ეს განსაკუთრებულია. დიდი მადლობა, ტილა. მადლობა, რომ იმიწვიეთ.